თავი მეორე. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდა კაპერნაუმს და ხმა დაირხა სახშიაო. უცებ ბევრმა მოიყარა თავი ისე რომ კარში ტევა არ იყო და ასწავლიდა მათ სიტყვას. მოვიდნენ და მოიყვანეს მასთან დავრდომილი, რომელიც 4-ს მოჰყავდა. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა და გახსნეს და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც იწვა დავრდომილი. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს აგნობს. ვის ძალუც ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა. იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი და უთხრა: ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? რა უფრო ადვილია თქმა დავრდომილის მიმართ შენი ცოდვები მოგეტევა თუ თქმა ადექი აიღე შენი საწოლი და გაიარეო. ხოლო რათა იცოდეთ რომ კაცის ძეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი აიღე შენი საწოლი და წადი შენ სახლში. ადგა, მაშინვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ. კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი, ალფესი და უთხრა: გამომყევი მე. ისიც ადგა და გაჰყვა მას. როდესაც მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. რა კი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან? ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს ჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და უთხრეს: რატომაა რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ? შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ. იესომ უთხრა მათ: განა შეუძლიათ მარხულობა მეკორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის. ვიდრე ნეფე თან ახავთ, არ შეუძლიათ მარხულობა. მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს. ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისაგან, თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ. მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გავლა და მისმა მოწაფეებმა თავთავების კრეფა დაიწყეს. ფარისევლებმა უთხრეს მას: აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული? უპასუხა მათ: არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მას და მასთან მყოფთ. როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამისნებაც არავის ჰქონდა გარდა მღვდლებისა და თავისთან მყოფებსაც დაურიგა. უთხრა მათ: შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის. ამრიგად შაბათის უფალიც არის კაცის ძე.